იგი უნდა ვისაუბროთ თბილისის მეტროპოლიტენზე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. ჩვენ ვიცით, რომ თბილისის ურბანული განვითარება, როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე პროცესები, მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქის სატრანსპორტო სისტემასთან, განსაკუთრებით კი მეტროსთან და დამეთანხმებით ალბათ, ზოგადად დიდ ქალაქებში ტრანსპორტი მხოლოდ ეს გადაადგილების ტექნიკური საშუალება არ არის და რეალურად იგი არის ქალაქის იდენტობის გამომხატველი და ამ კონტექსტში თბილისის მეტრო შეგვიძლია რომ განვიხილოთ სწორედ როგორც ინფრასტრუქტურული ქსელი, რომელიც არა მხოლოდ აი ამ მოქალაქეთა გადაადგილებას უზრუნველყოფს, არამედ ნამდვილად გამოხატავს ქალაქის იდენტობას. აგერ უკვე 60 წელია. გეთანხმებით, თან ძალიან მრავალფეროვანი არის, არა? იქ საბჭოთა ელემენტებიც ჭარბობს ჩვენს მეტროში, არის ახალი მეტროსადგურებიც და მართლა რაღაც კულტურის ნაწილი არის და თან მე აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო 90-იანი წლები მე მგონი მეტრომ გადაგვატანინა. იმიტომ რომ არაფერი მე არა თემატური კითხვა შენ დაიწყე უკვე? დავიწყეთ გადაცემა კი ლევან ერთი 3 წუთია ეთერში ვარ. რუბრიკა დაწყებული. იქ გადადიოდი ხოლმე რაღაცა ამბავი. კი, არა გადავალ და სხვათა შორის უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს სწორედაც რომ 60 წლის წინანდელი კადრები, ესე იგი 60 წლის გახდა თბილისის მეტრო და მინდა რომ ეროვნულ არქივთან ერთად ვიმოგზაუროთ 1950-60-იან წლებში და გავიხსენოთ როგორ შეცვალა კონკა მეტრომ და როგორ განვითარდა დედაქალაქის ტრანსპორტი წლების განმავლობაში. ახლა ლევანს გული რო არ დაწყდეს გადავიქცევ. ეს უკვე სხვა ამბავია. მინისტრია რო არ გიხსენებია ალბათ რაღაცნაირად უჩვეულოება ჩემთვის ეს ხმაურია. ანუ სანამ დავიწყებდეთ და დაიწყებდე, მე მინდა მაყურებელს მადლობა გადაუხადო. წინა ოთხშაბათ ჩვენ ვისაუბრეთ ერთ თემაზე და ვთხოვეთ მაყურებელს თავისი აზრი მოეწერა ჩვენთვის და მათ მოგწერეს. ბევრი გამოხმაურება მოყვა ამას და დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის. და ჩართულობისთვის, მე მგონი დღესაც არ გვაწყენდა ეს რა თქმა უნდა, ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაყურებლის და ამ შემთხვევაშიც ალბათ ეს თემაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაყურებელმა მოგწერონ თავიანთვის საინტერესო თემებიც, გაგვიზიარონ თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს მიერ შერჩეულ თემებთან დაკავშირებით და მას ასე დავიწყოთ ახლა 1940-იან წლებში გადავინაცვლოთ, როდესაც გაჩნდა იდეა თბილისში აშენებულიყო მეტროპოლიტენი და იდეის ავტორი გახდათ ცეკას მდივანი კანდიდ ჩარკვიანი, თუმცა მაშინდელი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მეტროს მშენებლობას. მეტროპოლიტენს მხოლოდ მილიონი მაცხოვრებლის მქონე ქალაქები აშენებდნენ, მხოლოდ თბილისში მაშინ დაახლოებით 600,000 ადამიანი ცხოვრობდა. ამიტომ კანდიდ ჩარკვიანმა მეტროს მშენებლობაზე თანხმობა ბერიას გვერდის ავლით, სხვათა შორის, უშუალოდ სტალინისგან მოიპოვა. აი ესე ჩააწყო საქმე შეგვიძლია ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებს უკავშირდებოდა ცხადია და იყო კონკურენცია ამ რესპუბლიკებს შორის ბიუჯეტის განაწილების თვალსაზრისით. ახსენ ავტომაკ რამხელა საქმეა. 600,000-იანი იყო მაშინ ჩვენი ქალაქი და არანაირად არ იყო პრიორიტეტი აქ მეტროს გაკეთება. კი, თან ლევან თამთა, ესე იგი 51 წელს მიიღეს რეალურად გადაწყვეტილება, რომ თბილისში მეტროპოლიტენი აშენებულიყო, თუმცა რეალურად გარდა იმისა, რომ 600,000 ადამიანი ცხოვრობდა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მეორე მიზეზი იყო ის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული და ურთულესი პროექტი იყო აი ასეთი რელიეფის პირობებში მიწის ქვეშ მრავალკილომეტრიანი გვირაბების გაჭრა და მეტროს გაყვანა. აი ახლა თქვენ უყურებთ სწორედ აი ამ კადრებს. ეს არის უნიკალური ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. 1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და სპეციალისტებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაყავდათ კილომეტრიანი გვირაბები. ამ გვირაბების გაყვანა კი აი ესეთ ურთულეს პირობებში ხორციელდებოდა. თბილისის გეოლოგიური მდგომარეობა გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა, მათ შორის ეს არა ერთგვაროვანი რელიეფი, მეწყრული ზონები, მღვიმეები და მიწისქვეშა წყლები ართულებდა განსაკუთრებით გვირაბების გაყვანას. იმისთვის რომ არ მომხდარიყო მოულოდნელად წყლის ჩამოვარდნა, სხვათა შორის დინარე მტკვრის კალაპოტს საერთოდ კეტავდნენ და ბეტონით იფარებოდა აი ეს ყველაფერი დაახლოებით 2 მეტრიანი ბეტონით. მიწისქვეშა ქანებიდან კი წყალი ჟონავდა, რომელიც
დინარეებად მიედინებოდა გვირაბში და აი სწორედ აი ამ კადრებს უყურებს ახლა ჩვენი ტელემაყურებელი, მართლაც უნიკალური კადრები არის ეს, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ აი როგორ აფეთქებენ ხედავთ მეტროს გვირაბებს და სხვათა შორის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა აი ამითაც იყო განსაკუთრებული, რომ მდინარის ქვეშ უნდა ემუშავათ სპეციალისტებს და აი ასე დღეს თბილისის მეტრო სამ ადგილას მტკვრის ქვეშ გადის, კერძოდ ეს არის მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი და სადგურის მოედანი, წერეთელი და მტკვრის ფსკერი არის როგორც უკვე აღვნიშნეთ დაახლოებით 2 მეტრიანი ბეტონით დაფარული. სხვათა შორის ყველაზე რთული ობიექტი აღმოჩნდა თავისუფლების მოედნის სადგურის მშენებლობა. მცურავ ქანებში სპეციალისტებს მოუწიათ ეგრეთ წოდებული გაყინვის მეთოდით მუშაობა, თუმცა ეს მოგვიანებით. მანამდე კი იყო 6 სადგური, რომელიც თავდაპირველად გაიხსნა. ერთ-ერთი იყო მარჯანიშვილის სადგური და სხვათა შორის ბევრმა არ იცის, აი მე და ლევანი ვსაუბრობდით ეთერში შემოსვლამდე, რომ ვიდრე აქ მეტროს სადგური გაკეთდებოდა მარჯანიშვილზე, აქ იყო თავშესაფარი. 3 მეტრიანი სისქის რკინა ბეტონი ფარავდა აი ამ თავშესაფარს და ქვეშ იყო ყველა საჭირო პუნქტი სხვათა შორის მოქცეული და მოგვიანებით ის გადაკეთდა უკვე მეტროს სადგურად და სხვათა შორის გვირაბ მშენებლობის ისტორიაში აი აქ თბილისში პირველად გამოიყენეს თურმე გვირაბ მთხრელი მანქანა. ესეც საკმაოდ ისეთ კარგი ინფორმაცია არის, რომელიც ქანს ანგრევდა, თვითონვე წმენდდა და აბეტონებდა აი ამ გვირაბს და სწორედ აი ამ ტექნოლოგიამ შეუწყო ხელი, რომ სწრაფად მომხდარიყო გვირაბების გაყვანა მიწის ქვეშ. მოკლედ აი ამ მანქანაზეა მე მგონი საუბარი. აი ზუსტად ეს არის, ეს აპარატი არის, რომელსაც იყენებდნენ ამ ტექნოლოგიას და რამდენიმე წლიანი ურთულესი სამუშაოების შემდეგ თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა და მალევე აი ამ პროექტს უწოდეს ტექნოლოგიური საოცრება. მართლაც საოცრება იყო ეს. მეტრო რუსთაველი 4 სადგურით უკავშირდებოდა დიდუბის სადგურს, სიგრძე კი იყო 6.5 კილომეტრი. ახლა კი მინდა გაჩვენოთ მეტროს გახსნის კადრები. ამ კადრებში ჩანს პირველი მემანქანე სხვათა შორის, რომელსაც პირველი მგზავრები უნდა გადაეყვანა რუსთაველის მეტროდან დიდუბის მეტროს მიმართულებით და სხვათა შორის მეტროს პირველი მგზავრი იყო მსახიობი ვასო გოძიაშვილი და ის ამბობდა ასეთ რამეს: გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა. აი ქართული თეატრისა და კინომსახიობის შეფასება პირველი მგზავრობის შემდეგ ასეთი იყო. პირველი მგზავრი ხო იყო ვასო გოძიაშვილი, მსახიობი და პირველი ჟურნალისტი ვინ იყო, იცი, ვინც შავიდა იქ? კოტე მახარაძე, რომელმაც წინა დღეს ვიდრე გაიხსნებოდა მეტრო ოფიციალურად, მოამზადა სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო მასალა გადაიღო, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ინახება. ესე იგი, თბილისში მეტროს გამოჩენა მე-20 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, ხალხმა საოცრება უწოდა და მეტროს სარახავად თურმე ადამიანები საათობით იდგნენ რიგში. აი ესე უბრალოდ რომ ენახათ და თუ იგზავრებდნენ, ეს საერთოდ იყო დიდი ბედნიერება მაგ დროს. დღესაც ასე გვიწევს ხოლმე სხვათა შორის რიგში დგომა მეტროთი გადაადგილების დროს. კი და დღემდე თბილისის განუყოფელი ნაწილი არის მეტრო და დამეთანხმებით ალბათ ამაში თამთამაც აღნიშნა, რომ 90-იან წლებშიც კი, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, მეტრო ფაქტობრივად ერთადერთი მუნიციპალური ტრანსპორტი იყო, რომელიც არ გაჩერებულა და მგზავრთა ნაკადი იყო მაშინაც ძალიან დიდი. მეტროპოლიტენში კი უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დღემდე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც წლებია აი ამ საქმეს ემსახურებიან. ჩვენ ყოველდღიურად ვმგზავრობთ ამ ტრანსპორტით და შეიძლება მეტროპოლიტენს სულ რამდენიმე თანამშრომელს ვხვდებით ხოლმე, თუმცა რეალურად უსაფრთხო გადაადგილების უკან დგას უამრავი ადამიანი. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ როცა მეტრო ასრულებს მუშაობას, ანუ ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე, როცა ყველა მატარებელი გავა გვირაბიდან, ასობით თანამშრომელი მუშაობს მეტროს ყველა გვირაბში, მიმდინარეობს გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოები და მოკლედ ასე. ულოცავთ ყველას მეტროს თანამშრომლებს 60 წლის იუბილეს.